რა იყო მარტოს გამო ესე ვთქვათ დამადასტურებელი ნიშანი. ჩვენ რა უნდა ავიღოთ ერთი რომ ვთქვათ ესეთი აი ისტორიული მაგალითები მარტისა, როდესაც ნოე შედის კიდობაში მთელი მომოხის ის განმავლობაში მარტო. წარმოიდგინეთ რომ მას ახლა რაღაც ფოტო შეეყანა, არავის არ ეს შესაძლებლობა არის. ის მართულობდა და ეს აქტერი არის კიდევ ძველი ისტორიკოსების მიერ. ეს ამას ნიშნავდა. დინების დაქცევის ესე ვთქვათ მდელობა კონდა უკავ რომ დაინაცვლებინა ეს ქალაქი. მოსახლეობა მიმართულა სამი წლის განმავლობაში. მიმართულა და უსამა გადააქცია ეს ქალაქი. ვიდა შეგახსენე როდესაც გამომავს ებრაელი ელიტა მანამ სანამ ესერი კანონებს მიიღებს, აი მაგნიტებას მანამ მიიღებს აი თვითონ აი მერკიურის ესე ვთქვათ პრინციპებს, მანამ მოსე სინათლე ფაზი არ უყურებს, მანამ მთელი ერი მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არაფერი არ არის მას საქმეზე, გარდა ეს პროცესიერი მანანასი და ის ჩამოყრილი ერისა მართლობს პირდაპირ დაედება ესე ვთქვათ კანონი ხალხს. შეიკავეს 3 წლის განმავლობაში სოციალური თავი და შეიკავეს ერის სპორტის სამისგანო. უფროსებმა თავი და მხოლოდ ამის შედეგად ხდება ესე ვთქვათ აი ამ კანონმდებლობის გამომძიურება ხალხის. დიდი მნიშვნელობა აქვს მას. თავზე დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას და ახლა ისტორიაში ესე ვთქვათ შედეგი მაგის მოტანილი რაღაც დიდი შედეგი სულიერი. რა ნიშნავს ეს ყველაფერი? თავშეკავების ეს ფორმა აკოული ესე ვთქვათ პასუხი არის საკუთარი თავის მიმართ დაცემული რამდენად შენ ესე ვთქვათ ეხმები ამ მდგომარეობაში. ფიზიოლოგიური მდგომარეობა ადამიანის მიდით რომ უნდა განუკუთვნილობა მის უკეთესად შეუძლია მასის შედეგი. ამის ახლა ძალიან დიდი დრო და ნამდვილად აღოქმებენ ამის მაგრამ თავი არის სულიერი განწყობა, მაგრამ ეს ძალიან შეიძლება ხედავ ცოტა ანალიზ უნდა განწყობა, როდესაც ხდება მაშინ გვახსენდება ჩვენ ვიზიტები ექიმებთან და მის მიერ ესე ვთქვათ დანიშნული დიეტის რაღაცა გარკვეული ფორმა. ეს არის გარკვეული შიში მართვის წინაშე და მართვისა. არაფერი არ მოუვა ადამიანს, აბსოლუტურად არ მოუვა არაფერი ადამიანს, რომ ეს მომხდის განმავლობაში საერთოდ არ გამოსწორდა. ამიტომ აბსოლუტურად არაფერი არ მოუვა. რა ავადმყოფობას არ უნდა ჰქონდეს მას? არ მოკლავს ეს ავადმყოფობა. მაგრამ ასევე გარკვეული ესე ვთქვათ შუალედური რაღაცა ოქროს საშუალო მდგომარეობა. როდესაც შენ ინიშნავს შენი განხილობისთვის ესე ვთქვათ ექიმი რაღაც გარკვეულ ყვების რაღაცა რაციოს შენ ამას უნდა გაუგერო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყოველ მართვის დროს. ეს უნდა იყოს ყოველთვის. ახლა ჩაიხედოთ სწორად საკუთარ უცხოეს საკუთარ გასწრების პასუხი. რამდენად იცავდა მარხვამდე და რამდენად ესე ვთქვათ გაიცავს ამ მარხვაში. მაგრამ რამდენად ესე ვთქვათ მკაცრი განწყობა აქვს საკუთარ თავთან. არაფერი არ მოგივა ყველი რო არ შეჭამო და პაჭო რო არ შეჭამო ადამიანს. ამილად არაფერი არ მოგივა. აბსოლუტურად არაფერი. აქ დიდ არაფერს ესე ვთქვათ სასარგებლოს ეს ხაჭო არ შეიცავს. არ არის მასში აბსოლუტურად არაფერი. ის რომ დეჭამო ადამიანი გალიო ადამიანი და ჩამო და ნაბოლიკიო რა ის ნეს სიმინაროს. ირიფით უფრო მეტად ხდება. ასე რომ ეს სულია. ინასთან განწყობა აქვს ადამიანს შიშია ისეთი რომ ამას აი ამ მახვაში თავიდანვე დაიწყო თუ არა ფახმალი დაგაფერი. მოღვაწეობაში დაგაფერი ფახმალი. არადა ამას ყველაფერს შეიძლება ზოლა, ამას ყველაფერს შეიძლება რაღაც აფოვლე, ესე ვთქვათ აი შინაგანი მობილიზაცია როგორც შეიძლება არანაირად. ირიქით არის უკვე დიდი მოშურნეობა ესე ვთქვათ და სურვილი ამ მართვის შენობისა პატარებში და მინდა დააკვირდეთ უბრალოდ რა არის ამაში ყველაფერში. ესე ვთქვათ აი ცუდი ისაა რომ სასარგებლო უნდა გავაკეთოთ საკუთარი სულით. და ამ სასარგებლო საქმის ჩვენ ერთი ნაბიჯით უნდა დავუახლოვდეთ. ბოროტი ყოველთვის აგვიდგება ჩვენ ამ საქმეში და
იმიტომ ქვია ამას მოღვაწეობა, ანუ ფაქტია ეს, ორი უნდა დაღვაწოს ამის, რომ მართლაც გადადგა ეს თავი. მას ვისაც ეკუთვნის დაუწყებელია მისთვის მართლა იმისათვის, რომ განიცნიდოს დაწოლილად. მას ეზარება ამ მართლის დაწოლილება. ჯერ არ დაწოლილია, ჯერ ყალიწება მართლა, მაგრამ გუში ეფექტივისტი დღეს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს, სერიოზული გარდა. მისთვისაც არ შეიძლება მართლა კანონი. მას სოლა რო იქნებ დაიშვა. იმიტომ რომ ერთი დააშავოს და მეორე დააშავოს. რაუწევი გვაქვს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაღაც სპორტულ შეჯიბრებას არ დაიწყოს. მარტივად შეინახავს ადამიანი მას. რააცაც არ უნდა იყოს ძალიან მარტივად. მაგრამ ამას ყველაფერს თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს და შედეგი უნდა ჰქონდეს აუცილებლად დაგებითი. ადამიანი, რომელიც სულისთვის რაიმე სასარგებლოს აკეთებს, მაგრამ არ ესმის ამ სასარგებლოს აბსოლუტურად არავის არის, ესე ვთქვათ, მითხარი, მისთვის ამ მოღვაწეობა აზრი არ აქვს. ჩვენი შვილები შევეცადოთ, რომ ვამაყულოთ ჩვენი საქციელი. შეუწყოთ მათ იმისი პირობა, რომ აი ჩვენთან ურთიერთობაში, მშობლებთან ურთიერთობაში ნაკლები ქონდეს მათ შესაძლებლობა, რომ მოიქცნენ რაღაცა და ნაკლებად ქონდეს იმის საშუალება, რომ დედმამისულებმა, ასე ვთქვათ, გუბონ ეკრანო. ნაკლებად მივცეთ იმის საშუალება, რომ უბისი კაფარ ან რა ვიცი სხვა რაიმე უნდა შეიძლება. აი 12 და 14 წლის ბავშვს დაუშალოთ კაცო და სასმელს უდავეს ამ მართვაში. სასმელს უდავეს უდატრება ამ მართვაში, რასაც აკეთებს 12 და 14 წლის ბავშვები და არ გიჩვენებენ არა. დაუშალოთ ეს და 16 წლიდან იქეთ უბრალო მართვის გასწორება. მაგრამ შეიძლება საკუთარ თავში ბავშვი დაიწყეს ამ 12 და 10 წლის ასაკში მართვას, მაგრამ მერონის მომში თავის მშობელს ქუჩია ეს ყველაფერი რა ჭამა და რა აჭამა. ჩვენ ვეუბნებო ყოველ მოსწავლეს, ნუ თუ ჭამები განიხილავ უძნელს და ნუ თუ ველი ჭამას. იმიტომ რომ ამ ჭამაში არ გამოიხატება აბსოლუტურად არა. გამოიხატება მე უნდა გამიგე. ძალიან კარგად მიგა რომ გამიგე. ყველაფერი იმიტომ რომ აფეთი წამის მე არა მოხდა ის გამოგვა რომ უბრალოდ მარტო. მოღვაწეობის ეს ფაქტორმა რომელიც თავისი მაგალითი და თავისი დაარჩი. მაგრამ არ გამოიხატება მართვა ჭამაში. არ გამოიხატება მართვა. არ შეიძლება ადამიანმა ჭამის შემოყარდოს იმენი მართვა. რა თქმა უნდა, მუცელთან ურთიერთობა ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ურთიერთობა, რომლის გამო ადამიანი პრაქტიკულად ყველაზე დიდ დროს აწევს თავის ცხოვრებაში. მაგრამ არ არის ეს თავი. ეს თავშეკავება ადამიანის სულის გაჯანსაღებისთვის უნდა იყოს საჭირო. მხოლოდ ესაა. აქეთ უნდა მივმართოთ ჩვენი გონებს. და როდესაც ჩვენ დანიშნული გვაქვს იქინიდან რაღაც დიეტა, რომ აი შეიძლება ჭამოთ და ეს არ შეიძლება რომ ჭამოთ. და მართლა შენთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ ფიქრობი წივა ადამიანს და პრობლემა გაქვს, თუ რაღაცა შინაგანი ორგანოები არ აქვს ხორცი და დაგინიშნა ექიმა შენ რაღაცა დიეტა მასის გატეყვას არ ნიშნავს ეს რომ შენ რაღაცა ჭამო ისეთი რომელიც მართლაში არ შეიძლება რომ მაგრამ ამის მიზეზად საერთოდ თუ ისმივას მართლა არ გზადე გუშინი უნდა იყო მოკლედ რომ თქვა ისინაში აი ამ მარტის განმავლობაში მიზეზი იქნება მრავალი მაგრამ სიმართლე იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეს და ჩემი მოწოდება იქნება რომ შემძლოთ რომ არ სიმართლე დავიწყოთ ჩვენ ეს მოღვაწეობა არა ისე რა მოგვიჩვენა არამედ ისე როგორც თალი მოგცემ ჩვენ ამის დაუ არა ისე როგორც ჩვენ წარმოგიდგენია და რაღაც არ ვიცი იქ კეიქის განვაყვა მე მოდი საერთოდ უას ვიშვი მაგრამ არ არის ეს იმიტომ რომ შეიძლება მართლა ისეთი სარგებლები მოგიტანოს აი ამ ამონტოფობის დროს რომ ლექცეთმა მედიკამენტმა ვერ შეძლოს იმ შედეგის უნდა დაუგერეთ ექიმებს შეინახეთ დიეტა და ნუ უას უიყვის მართლა ეს არის მთავარი ის მოწოდება ვისკენაც მე თქვენ მოგიწოდეთ იმიტომ რომ მართლა შეიძლება ადამიანმა ენითაც შეინახოს და შეიძლება ეს მართლა უფრო მეტი იყოს იმ მართლას როდესაც ექიმი ხორცის ჭამას დაგინიშნავს და შეჭამ მაგრამ იცი რომ ჭამ შენ არა ხორცს თვითონ რომ გიყვარს არამედ ჭამ
Tama. Uça da gatal. Daglotot mertva da davamats uqava. Nu შეიძლება იმას რომ რაღაც გასული როცა ფიქრება აიღოს ამ მათის ესე თქვა რაღაცა გაუგზავრობისკენ დაფიქრდით ჯერ დღევანდელი დღე არის ისე დაფიქრდით და რეალურად შეეცადეთ რომ შეეჭიდეთ ამ მართვას და შედეგს კიდევ მართვისა ჩვენ ამ მართვის მოვაწოდით და დავინახავთ ბოლოს იმიტომ რომ შეიძლება კონდეს ძალიან დიდი მოსულიერობა და განწყობა ადამიანს დიდი მოვაწოდით მაგრამ ყველაზე დიდი მართვები ამ მართვაში იგამონდეს შეიძლება საერთოდ არ კონდეს ადამიანს მართვის განწყობა მაგრამ ყველაზე დიდი შედეგი ამ მოვაწოდით და მიიღოს მას სამეთო თვალი არის ყოველთვის შეფასებელი და მის შეფასებას დავებოდეთ შევეცადოთ რომ წარმატებულად მათთვის ლოცვა-კურთხევა გაქვს ყველა ნუ ჩამოაყალიბებს ესეთი ცნებას რომ ოცშაბათ არასდროს იმართება და აი ამ ლოცვა-კურთხევის სასარგებლოდ მე მივავალ ჩვენ მოგვახარ ეს არის პარადოქსი არც ერთი მოძღვარი ნუ თუ არანორმალური არ არის საკუთარ თავზე არ აიღებს ისეთ რამეს რომ აუძლოს მართვა საერთოდ დიდი მართვა ამერე შეუძლებელია და დაგინიშნოს მართვა რომელიც ჩვეულებრივად ყოველთვის არის როდესაც ადამიანს გეძლევა ლოცვა-კურთხევა ოთხშაბათ არასდროს იმართულე და სხვა არა ესე იგი აი მე თუ მოგცემთ ამ ლოცვა-კურთხევას ეს ნიშნავს იმას რომ დიდ მართვას მე ვგზავნოთ ჩვენთვის ასეთი კითხვი ძალიან ახლა ნუ მოყვა არაფერი არ დაიქცევა ხოთანა რომ ოთხშაბათს არ იმართულო და ორშაბათს იმართულო მიიღეთ შედეგს იმისას რასაც გააკეთე მხოლოდ და მხოლოდ და მე რომ მოგცეთ ლოცვა-კურთხევა ნუ გეკნება იმის ილუზია რომ რაღაც ამას ჩემი ლოცვა-კურთხევით ამიქეთ დანაშაული რომელსაც ჩაიდეთ ლოცვა-კურთხევით დანაშაული აღარ ეცნება ნებისმიერ დანაშაული ვია თუნდაც ამას კონდეს 100,000 ლოცვა-კურთხევა თუნდაც კონდეს 100,000 ლოცვა დავამოხდეთ უსალმა ღმერთმა გახსნოს მართვაზე ღმერთმა შეგაძლები მოსწავლეს დიდი მოვაწეობა მინდა გითხრათ დღევანდელი წელი არის ცოტა ესეთი სული მართვების მხრივ მაგრამ ამას საჯილოდ მიიღებს ეს არის ალბათ ჩვენთვის რაღაცა გამდეული გამოხდა ჩვენი ქრისტიანული ესე ვთქვათ ცხოვრების ჩვენი სული და ჩვენი დამოკიდებულების საკუთარ თავზე როგორც მოვაკეთებთ ჩვენ ამ დღევანდელი მართვის მოვაწეობას ალბათ ისე წარმართავს ჩვენ ხოლმე და თავის მე რაღაცა მეშენება და ისეთი დამოკიდებულება ამ თორსა რომ რაღაცა განსაკუთრებული არის იმიტომ რომ განსაკუთრებულად ბევრია ეს მართვა მე თქვა დავამოწმე